სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავამთავრეთ მე-18 განყოფილება, ახლა მე-19-ზე გადავედით და პირველი კითხვა ახლა იქნება და ჩემდა გასაოცრად, ესეც 1991 წლის 21 სექტემბერს იქნა ჩაწერილი, ესე იგი მესამე ესეთი ნაყოფიერი წელი არ ყოფილა, ეთყობა რომ ძალიან ბევრი აუდიტორიაც იზრდება და რა თქმა უნდა კითხვებიც იზრდება და გადაწყვიტეს რომ კიდე მესამე შეიძლება წლის ბოლოს შემდეგიც მე-20-ს ამდენიც იყოს. მეც ახლა შვებულებაში ვარ და მინდა რომ მოვასწრო რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი კითხვები ვთარგმნოთ და ჩავწეროთ. ეს კითხვა ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის გავს კითხვას, რომელიც წინაზე იყო დასმული, მაგრამ არ არის იგივე. ლაპარაკია თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს. ეს უკვე მათეს სახარების მეათე თავია, ჩვენ მე-12-ში, სადაც იესო ახსენებს ამას. და ამის განმარტებაც მოგვეწოდეთ ბელზებული, ზოგჯერ ბელზებელი. ესე არის ნახმარი ბიბლიაში და თუ რას აღწერდა ეს. და ამაზე იქნება კიდევ ლაპარაკი. მოდით მოусმინოთ ამას. ესე იგი როგორც თქვი, ეს არის თუ პირველად ისმენს ადამიანები, ეს არის ჩაწერილი ბიბლიური კითხვები და პასუხები გლენდეილის უბანში, ყოფი მადლის სათემოს ეკლესიაში, რომელიც არის ქალაქ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ჯონ მაკარტურის მიერ. ჯონ მაკარტური ესახსნის ამ სესიას. ეს თქვენი დრო არის და ჩვენ გვინდა რომ დაგვისვათ კითხვები, რომლებიც თქვენს გულშია, ასე რომ ნუ იქნებით მორცხნი, არ შეგეშინდეთ კითხვის დასმის, ამავე დროულად ჩვენ არ გვინდა რომ დიდი დრო გაწელოთ და დიდი დრო დაიჭიროთ, რათა შეძლების დაგვარად უფრო ბევრ კითხვას გავჩეთ ჩვენ პასუხი. მაგრამ ეს თქვენი დროა და ნუ იგრძნობ თავს რაღაცა უხერხულად, უბრალოდ ადექით, მოდით მიკროფონთან და ჩვენც მოხარული ვიქნებით რომ დაგეხმაროთ თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემაში. გასაგებია, დავიწყოთ სწორედ აქედან მარცხნივ, ჯერ თქვენი სახელი გვიბოძეთ. აუდიტორიდან გამარჯობა ჯონ, დენისი ვარ. გახსოვართ? მე ვარ ის, რომელიც ყოველთვის ვას ხოლმე კითხვებს. არა, მაგრამ გისმენთ დენის, გააგრძელეთ. მე მაქვს სამი შეკითხვა, მაგრამ მე, როდესაც პირველს დავსვავ, ისევ რიგში დავდგები, რომ სხვებსაც მივცე საშუალება. ეს არის კვირის გზავნილიდან. ჯონი ეკითხება, გთხოვთ რომ მიკროფონი ცოტა მაღლა ასწიოთ, უბრალოდ დახაროთ უფრო ცოტათი და ეხლა გააგრძელოთ. დიახ, კვირის ქადაგებიდან ფიქრობ ეს იყო დილით, მათეს სახარების 10:25. მე ქართველი მსმენელებისათვის მთლიანად წავიკითხავ ამ შესანიშნავ თავს, რომელიც არის უკვე მოციქულების მოწოდება და იქ არის ზუსტად ეს ნახსენები, ამიტომ მთლიანად რომ შევკრათ კონტექსტი, მე მგონი არ გვაწყეს რომ მთლიანად წავიკითხოთ ეს თავი, მთლიანად ეძღვნება ამას. ანუ მოციქულების გაგზავნას და გაფრთხილებას, რომელიც ჩვენი გაფრთხილებაა და ჩვენი მოწოდება არის. რა თქმა უნდა, ვინც უკვე ეს გაიგო და მისი ცხოვრების მიზანი, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ცხოვრებაში საბოლოოდ მივაგენი ჩემ მიზანს, ცხოვრების მიზანს, იმ შემდეგ როცა ადამიანი სულის ხსნას პასუხს გაცემს, მე ბუნებრივია უკვე ეწერები შენ იმ ჯარისკაცად, იმ მოწაფეთ, რომელიც იესო მოგვიწოდა, ხომ, რომ წავიდეთ და უქადაგოთ ყველას. გარკვეულწილად, ვისაც რა ნიჭები გვაქვს, რომ ისე მივიღოთ მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვან გეგმაში და საქმეში. სხვა ცხოვრებაში, სხვა მიზანი, მე არ მგონია, რომ უდიადესი მიზანი არსებობდეს ადამიანის ცხოვრებაში. გარდა ის, რომ ღმერთის საქმეში მიიღოს მონაწილეობა. სხვადასხვა სახით, ყველა იღებს გარკვეული სახით ამას და რაც უფრო პავლე გვეუბნება, რაც უფრო ესწრაფით თქვენ უფრო ხო, წინასწარმეტყველო ნიჭებს, ეს უფრო საპატიოა და უფრო, რა თქმა უნდა, მოსაწონი. ასე რომ მოდით ერთად ჩავერთოთ და ყველას ვისაც ეს სიტყვა ვის გულებამდეც მიაღწევს, ღმერთმა ქნას რომ იმანაც ესე დაანთოს, როგორც მე დამინთეს ჩემმა მასწავლებლებმა და მიიღეს მონაწილეობა აი ამ პროცესში. მეც ვისურვებდი ამას, რომ ღმერთს გაეკეთებინოს თქვენს გულებში ეს. ასე რომ მოდით მოვისმინოთ რა დარიგებას გვაძლევს ჩვენ იესო მოწაფეებს, არა მარტო 12-ს, არამედ ყველას, როდესაც ჩვენ მივდივართ საქადაგებლად. მათეს მეათე თავი. მოუწოდა თავის 12 მოწაფეს და მისამად ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. აი 12 მოციქულის სახელები. პირველი, სიმონი, პეტრე წოდებული და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართოლომე, თომა და მებაჟე მათე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ეს 12 გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა:
წარმართა გზაზე არიაროთ, სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ, არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როდესაც მიხვალთ, იქ ადაგეთ, რომ მოახლოვდათ სათა სამეფო. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთრომანი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი. რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით, მშვიდობა ამ სახლს და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა, ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდება თქვენი მშვიდობა. ხოლო ვინც არ მიგიღებთ, არც თქვენ სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხი და მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს. აჰა, გზავნით თქვენ როგორც ცხვრებს გელთა შორის, მაშინ იყავით გონიერნი როგორც გველი და უმანკონი როგორც მტრედნი. უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამჟავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ. გამგებლების მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართათვის დასამოწველად. ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ, ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ, რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილო და მამა შვილს, შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ. ყველასგან მოძულებული იქნები ჩემი სახელის გამო, ხოლო ბოლომდე მომთვენი კი გადარჩება. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძეკაციცაც მოვა. მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი და ეხლა იწყება ის მუხლი, რომელიც ამ დენისმა დასვა. მოწაფისათვის საკმარისია იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის, როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მის ოჯახის წევრებს. ხო და ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. რასაც სიბნელეში გეუბნებით სინათლეზე ილაპარაკეთ და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია და სხეულისაც გეენაში. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამისნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებით მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ, ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ. ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ნუ გონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, מחვილის მოსატანად მოვედი, რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული თავის დედისაგან და რძალი თავის დედამთილისაგან. კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. ვინც პოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, პოვებს მას. ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს. ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთი სასმის სიწყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ მას არ დაეკარგება თავის საზღაური. აი ეს არის ის თავი და აგრძელებს დენისი. ამ სიტყვებმა ერთგვარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და იქნებ თქვენ უფრო გამიფართოოთ, რას ნიშნავს ბელზებულზე. სადაც ნათქვამია, ხომ? მათეს სახარების 25-ში. თუ სახლის უფროს ბელზებულს უწოდებენ, მით უმეტეს მის ოჯახის წევრებსო, შეგვიძლიათ ეს უფრო ფართოდ გაგვიშალოთ? ჯონი აგრძელებს ჯონ მაკარტური პასუხს. ყველაფერი, რაც ამ განცხადებაში გვაქვს, არის სიტყვები და ამიტომ ხდება მცდელობა იმის გაგება, თუ რას გულისხმობდა უფალი. არსებობს საგნების შესაძლო ვარიაციები, რასაც ის გულისხმობდა, ასე რომ რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მოდით შეეცადეთ და მოერგეთ ამ კონტექსტი, რომელიც მოგვაწოდა იესომ.
ბელზებელი, ანუ ბელზებული, როგორც ეს ზოგიერთ სხვა თარგმანში ჩანს, არის ტერმინი, რომელსაც იმდროინდელი ებრაელები სატანის აღსაწერად იყენებდნენ. ძირითადად ბელზებული იყო ბუზების მბრძანებელი სახელი, როგორც ჩვენ ადრე ვთქვით, რომელიც ფილისტელთა განსაკუთრებული ღვთაება იყო, მაგრამ წლების განმავლობაში ეს კონკრეტული სახელი სატანის ტიტულად იქცა. სადაც ნათქვამია აი ამ იმაში, ხო, რა არის ნათქვამი? თუ მას უწოდეს, ანუ სახლის პატრონს ბელზებული, ხედავთ? და თუ თქვენ შეხედავთ მორწმუნე ხალხის კრებულს, როგორც ოჯახს, და ის ამბობს, რომ კრიტიკოსები და ურწმუნოება უწოდეს ბატონს ბელზებული, ოჯახის მამას, და ვინ არის ბატონი? ბატონი არის თავად იესო ქრისტე, მამა ღმერთი. ასე ეძახდნენ მას. დიახ, მათ გააკეთეს ისე, როგორც მათეს მე-12 თავში. გახსოვთ ჩვენ რომ განვიხილეთ ეს ადგილი. მათ თქვეს, რომ მან გააკეთა ყველაფერი სატანის ძალით. და ეს არის ის, რასაც ნიშნავს, რომ თუ ისინი აპირებენ, რომ სახლის პატრონს უწოდონ ბელზებული და ესე გმობენ მას, ისინი არ დააყოვნებენ ასევე იმ ადამიანების დაგმობას, რომელიც შვილებად, ანუ მის ოჯახის წევრებად იწოდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისინი დარტყმას მიაყენებენ უმაღლეს დონეზე, ისინი რა თქმა უნდა აპირებენ თავი არ შეიკავონ უფრო დაბალ ქვედა დონეზეც. ასე რომ ქრისტიანმა უნდა იცოდეს ის ფაქტი, რომ თუ ისინი თავად უფალს სატანას უწოდებენ, თუ თავად რელიგიის მსახურები, ფარისევლები აცხადებენ, რომ თავად უფალი არის უკანასკნელი ერეტიკოსი, მაშინ ისინი ასევე დაგმობენ ჩვენს უფლის სახარების ქადაგებისა გამო. მადლობთ დენის, მადლობთ ჯონ.